საინტერესო კითხვა არის მუდმივად უნაყოფო წყვილებთან დაკავშირებით. რატომ შეიძლება რომ ერთ ქალთან დადგეს ორსულობა და მეორესთან კი არა? პასუხი შეიძლება იყოს შემდეგნაირი. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ეპიგენეტიკური კომპატიბილურობა. ეს არის ის, რომ ემბრიონი შეიძლება იყოს ორი გენომის კომბინაცია. პრობლემა ყოველთვის სპერმაში კი არ არის, პრობლემა კომბინაციაში არის. ქანის იმუნური ტოლერანტობა ერთი და იგივე ემბრიონი ერთ ენდომეტრიუმში შეიძლება იყოს მიღებული, მეორეში იმუნურად უარყოფილი. ზოგი ენდომეტრიუმი, როგორც ასეთი, საშუალებას აძლევს სუბოპტიმალურ ემბრიონსაც კი იმპლანტაციისათვის და ზოგი კი მხოლოდ იდეალურ ემბრიონს იღებს. მუცლის მოშლა, რატომ ხდება ესეთი ხშირი მიზეზი, რატომ არის? ეს არის ემბრიონის ქრომოსომული დეფექტი, მაგრამ ასევე შეიძლება ეს იყოს სპერმის დნმ დაზიანება, ეპიგენეტიკური დარღვევები, იმუნოლოგიური უარყოფა, პლაცენტაციის დისფუნქცია, ტრომბოფილური ფაქტორები. ფერტილობა არის წყვილის ფენოტიპი და არა ინდივიდის და კიდევ სპერმა შეიძლება ფუნქციურად საკმარისი იყოს 1-20-თან და არა საკმარისი სხვასთან. რეალურად კი საქმე გვაქვს სისტემურ ბიოლოგიასთან. სისტემურად, აკადემიურად და კლინიკურად ვაკეთებთ იმას, რაც რეალურად აკლია რეპროდუქციულ მედიცინას. ეს არის თავსებადობის მოდელი, პროგნოზული ალგორითმი, დაორსულება, არ დაორსულება, ნაყოფის შენარჩუნება, დაკარგავს თუ არ დაკარგავს. ემბრიონი შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ მიუღებელი. დასკვნა, ემბრიონი არ იქნება, ან იქნება. ან იქნება იმპლანტირდება, დგება ორსულობა, მაგრამ იშლება. რატომ იძლევა ერთი და იგივე სპერმა განსხვავებულ ორსულობის შედეგებს? იმიტომ რომ ფერტილობა და ორსულობის შენარჩუნება არის წყვილის თვისება და არა ინდივიდის. ერთ ფაქტორული შეფასება ვერ ასახავს რეალურ ბიოლოგიურ პროცესს. ენდომეტრიუმი წარმოადგენს აქტიურ იმუნურ ორგანოს, სადაც ენკა უჯრედები, CD56, ბრაიტი, დინი და ასე შემდეგ დომინანტურ როლს ასრულებენ იმპლანტაციის პროცესში. აი ეგ ერთობა ძალზედ საინტერესო მიმართულებები, რასაც კასპაზა 3 და კასპაზა 9 განსაზღვრავს. იქნება თუ არა ემბრიონი მიღებული, ან უარყოფილი. ემბრიონები განსხვავებულ იმპლანტაციურ პოტენციალს ავლენენ სხვადასხვა კალში. კასპაზა 9, როგორც ასეთი ენდომეტრიუმში იქნება საკვერცხის მაჩვენებელი იქნება სპერმაში თუ ასე შემდეგ პირდაპირ გვიჩვენებს 9 მაჩვენებელი ნუმერო 9 სასიგნალო სისტემას და რაც შეეხება 3-ს ის უკვე პირდაპირ აჩვენებს რომ აპოპტოზი პრაქტიკულად დამთავრებული არის. დამთავრებული არის და პრაქტიკულად ასე წარმატებას შედეგი მომავალში არ მოსდეს. თანამედროვე ლიტერატურა უფრო და უფრო ხშირად უსვავს ხაზს იმას, რომ ფერტილობა უნდა განიყენებოდეს წყვილის დონეზე.